Solidarობა ქალბატონ მზიას და ყველა იმ ტყვე-პატიმარს, რომელიც დღესდღეობით დამპყრობლებს ყავს გამოკეტილი საპყრობილეში. სიტუაცია ნამდვილად რთული არის და დღეს მე-18 დღე არის უკვე შიმშილობის. შიმშილობას აქვს თავის პროტოკოლები, რა თქმა უნდა, როგორც მართვის, ასევე შიმშილობის რამოდენიმე ფორმა არსებობს და ვიცით, რომ შიმშილობა ეს გახლავთ უკიდურესი, რა თქმა უნდა, პროტესტი, რომელიც შეიძლება გამოხატოს ადამიანმა და ეს არის ადამიანის უფლება. ამიტომაც ნამდვილად რთული არის მოუწოდოთ მას, რომ შეწყვიტოს, რადგან ეს მისი უფლება არის და ამ უფლებასაც უნდა იცავდეს სახელმწიფო. სახელმწიფო უნდა იცავდეს ამ უფლებას სიცოცხლის დაცვით ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. შიმშილობის რამოდენიმე ფორმა არსებობს, როგორც თქვით, არის მშრალი შიმშილობა, ანუ მაშინ, როდესაც წყალსაც არ ღებულობს პატიმარი, არის შიმშილობა, რომელსაც ქალბატონი მზია მიმართავს ამ ეტაპისთვის და ის წყალს ღებულობს, როგორც ვიცით, და ამას ადასტურებს კიდეც პენიტენციური სამსახური და არსებობს შიმშილობის ისეთი ფორმა, როდესაც სხვა ტიპის საკვებ დანამატებს ღებულობს ამ დროს ადამიანი, თუმცა არა საკვებ პროდუქტებს. და თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, თავის პროტოკოლი აქვს და იმ შიმშილობას, რომელსაც ეხლა ქალბატონი მზია მიმართავს, აქვს თავისი განსაზღვრული საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც საქართველოსთვისაც მისაღები უნდა იყოს, თუმცა დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის გათვალისწინებული და უსამართლოდ ხდება ამ ყველაფრის წარმართვა, ისევე როგორც უსამართლოდ არის დაპატიმრებული ქალბატონი მზია. ამ დროს ფიზიოლოგიური პროცესებიდან რო გამოვიდეთ, ანუ 2-3 დღე ორგანიზმს აქვს ნამდვილად იმის რესურსი, რომ ღვიძლში არსებული გლიკოგენი, ანუ ნახშირწყლების მარაგი, გამოიყენოს როგორც ენერგიის წყარო და შესაბამისად ორგანიზმს არ შეექმნეს გარკვეული, ესე ვთქვათ, ფიზიოლოგიური, ამ შემთხვევაში პათოლოგიური ცვლილებები. თუმცა 3 დღის შემდგომ იწყება უკვე ცხიმოვანი ქსოვილის გამოყენება როგორც ენერგიის წყარო და იმ ცხიმოვანი ქსოვილის, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორგანიზმისთვის და ამ დროს ვითარდება უკვე იწყება პათოლოგიური ცვლილებები, მათ შორის კეტოგენური რეაქციები, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმში გამომუშავდება კეტონური სხეულები, ანუ ეგრეთ წოდებული აცეტონი. ასეთ დროს უნდა იყოს თუ არა ის კლინიკაში, ლაშა. ნახეთ, აი ამ შიმშილობის დროს პროტოკოლი არის ცალსახად და ძალიან კარგად ესე გაწერილი, რომ 2-3 დღის განმავლობაში პენიტენციურ სამსახურში უნდა ხდებოდეს მოშიმშილეზე დაკვირვება, 3 დღის შემდგომ უკვე უნდა ხდებოდეს სამედიცინო პერსონალის ჩართულობა და ყოველდღიური მონიტორინგი, თუმცა 7 დღის მერე უკვე უნდა იწყებოდეს ინტენსიური მონიტორინგი. ინტენსიური მონიტორინგში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკალური მონაცემების შესწავლა, არამედ სამედიცინო. მე-14 დღიდან უკვე უნდა ხდებოდეს პენიტენციური სამსახურის ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ პატიმარი და იქ მიმდინარეობდეს 24 საათიანი მონიტორინგი, როგორც გულის რიტმის, ასევე სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემები. მე-17 დღიდან რეკომენდაციები არის უკვე გაცემული, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ისეთ სტაციონარულ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს რეანიმაციურ ღონისძიებების გატარებასაც. იმიტომ რომ მე-17 დღიდან იწყება ისეთი პროცესები, რა დროს მოხდება დღეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, არის ეს შეიძლება, არ ვიცი, მე არ ვარ ექიმი, ეს არის ალბათ გულგრილობა სამედიცინო თვალსაზრისით. მე მოუწოდე კიდეც ჩემ კოლეგებს, ვინც პასუხისმგებელი არის ამ ყველაფერზე, რომ არ კონდეთ არანაირი იმედი, რომ თუ რაიმე ტიპის დაზიანება, შეუქცევადი პროცესები წავა ქალბატონ მზიასთან, რომ მათ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო დაიცავს. მათ არავინ არ დაიცავს, ისევე როგორც არ იცავს ეხლა არავის და არაფერს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო. რას აპირებთ მედიკოსები? მე ვიცი რომ გაქვთ მოთხოვნა, რომ მასთან მედიკოსებიც შეუშვან, კონსილიუმიც შედგეს, მოკლედ აი რის იმედი გაქვთ, რას ითხოვთ, ესეც გითხარით და შემდეგ უკვე გავესაუბრები ბაიას და ბაიას. ამ კუთხით ეხლა დღევანდელი მდგომარეობით ვერ გეტყვით რისი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად დავწერეთ, უკვე მოთხოვნა გაკეთებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, პენიტენციურ სამსახურთან, საჯაროდაც ვამბობთ ამას ყოველთვის, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ შევიდეთ, მოვინახულოთ, ჩავატაროთ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებიც, მაგრამ არც საიდან პასუხი და არც ველით არანაირ პასუხს სიმართლე გითხრათ და რატომ? იმიტომ რომ დაწყებული აქციების დღიდან სამედიცინო სფერო
ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში. მოთხოვნა იყო გაკეთებული ჯანდაცვის სამინისტროში მაშინაც, როდესაც მშვიდობიანი აქციას არბევდნენ და გალახული ნაცემი ადამიანები მიყავდათ საპყრობილეში და იქაც ყოფილიყო სამედიცინო მომსახურება ადეკვატური გაწერილი. მოთხოვნა იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებების კონტროლის სამსახურთან მაშინაც, როდესაც ქიმიური იარაღით წამლავდნენ ადამიანებს, რომ სამედიცინო საზოგადოებას ქონოდა აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა დღემდე ჩვენ ეს ინფორმაცია არ აგვაქვს და ჩვენ აი მართლა სამედიცინო საზოგადოებაც დღეს ვდგევართ მზიას გამძლეობაზე და სიმხნევეზე, იმიტომ რომ და თან მას მე როგორც ვიცი აქვს თანხლები და დაავადებები, რაც კიდევ უფრო ართულებს მის ჯანმრთელობის. აბსოლუტურად გეთანხმებით და აქ იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ადვოკატსაც უსმინე, პენიტენციურ სამსახურის ესე ვთქვათ გამოსვლასაც უსმინე და ისინი ამბობენ, რომ ხნეთ გრძნობს თავს, ის ლაპარაკობს და ჩვენ ალბათ ყველას ერთხელ მაინც გამოგვიცდია ის რაღაცა საფრთხის ქვეშ დგომა, როდესაც ძალიან ბევრი ენერგია დიდი რესურსის მობილიზება, როდესაც ხდება და ამ დროს კიდევ ერთხელ ვამბობ, მსგავსი ტიპის შიმშილობა იმდენად სწრაფად, უეცრად და მწვავედ ვითარდება ჩვენს ორგანიზმში, მწვავე ღვიძლის უკმარისობა, მწვავე თირკმლის უკმარისობა და ტვინის გათიშვა, რომ იქ პენიტენციურ სამსახურში სამედიცინო ჩარევა ყოვლად შეუძლებელი გახდება.